საღამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა და თემა იქნება ასეთი: რა სიახლე შემოდის ერთი თვის განმავლობაში თქვენს პირადში და კარიერაში? რა სასიამოვნო სიახლე შემოდის ერთი თვის განმავლობაში თქვენს პირადში და კარიერაში? კარიერაში ვგულისხმობ ხოლმე იმ საქმეს, რითიც ხართ დაკავებული ზოგადად. კონცენტრირდით თქვენს თავებზე და იმ თემაზე, რომელიც გაინტერესებთ, ან ორივეზე თუ ორივე გაინტერესებთ და დავიწყოთ ჩვენი გაშლა. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ერთი თვის განმავლობაში? აქ არის ისეთი მომენტი, მეგობრებო, სადაც იყო შეიძლება ისეთი ვითომ ჩამოყალიბებული ურთიერთობა, მაგრამ ურთიერთობა, რომელსაც ცოტა სერიოზულობა, სიბრძნე აკლდა, რის გამოც საკმაოდ დიდი კამათი, ისეთი შეკამათებები გქონდეთ მუდმივად და ეს საბოლოოდ რაღაცა ყელში ამოვიდა, ასე ვთქვათ და დაიშალეთ, წახვედით იმ სიტუაციიდან, რომელიც უკვე სიამოვნებას აღარ განიჭებდეთ, მეგობრებო. აქ შეიძლება ამჟამად არის ისეთი ფონი, აი თითქოს მოლაპარაკების, რაღაცის და სტაბილურების, მეგობრებო, მაგრამ თქვენ, ვინც ახლა ამას უყურებთ, თქვენ ხართ ისეთ ეტაპზე, რომ თითქოს აი აღარ მომეკარო, რაღაცა ეგეთი ის მაქვს ენერგია მომდის თითქოს, უყურეთ არკანიც ეგეთია. არ მინდა შენი აღარაფერი, აი ესეთი ენერგიები მომდის ამ ეტაპზე და აი ამ წასვლით, აი ასეთი ჩამოუყალიბებელი, ესეთი რაღაცნაირი თითქოს ებრძოდით ერთმანეთს, აი ესეთი ურთიერთობიდან წასვლით თქვენ იცით როგორი ნაბიჯი გადადგით, აი საბედისწერო, თქვენ რაც გქონდათ გაკვეთილი შესასრულებელი, თითქოს შეასრულეთ ის და აი ამ ნაბიჯიდან გამომდინარე თქვენს ცხოვრებაში მოდის ძალიან დიდი სტაბილურობა. კარგი, ეს სტაბილურობა გამოიხატება, რა თქმა უნდა, პირად ზევშლით და ადამიანის სახით და ადამიანი ამოდის იმპერატორის როლში. ადამიანი, რომელიც იცით როგორი, აი მინდა ახლა რაღაცნაირად ზოგჯერ ისეთი რაღაც შინაგანი ხმა მეძახეს ხოლმე, რომ აი ეს სიტყვა უნდა ვთქვა და ადამიანი, რომელიც თქვენ გინდათ რეალურად, აი ესეთი პიროვნება, ადამიანი, რომელზეც თქვენ ოცნებობდით და რაღაც რჩევაში საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ შეგრჩებოდათ ხელში ისეთი პიროვნება, რომელიც საერთოდ ახლოსაც არ იყო ასეთი პიროვნებასთან და თქვენ აი ამ ნაბიჯით სამყაროს მიეცით იმის უფლება, რომ დაჯილდოვდეთ აი ასეთი პიროვნებით, რომელსაც იმსახურებთ უკვე ამჟამად. და ესეთი პიროვნება არის ეს იმპერატორი, რომელსაც ვერ ვიტყვი, რომ იცით როგორი მომენტია, საკმაოდ ეგოცენტრული ადამიანია ეს პიროვნება და ვერ ვიტყვი, რომ იოლი არის მასთან ურთიერთობა, მაგრამ ის, რასაც თქვენ მამაკაცში ეძებდით, ჩამოყალიბებას, ანუ ჩამოყალიბებული მამაკაცი, შემდგარი, ფინანსურად, რა ვიცი, ყველანაირად შემდგარი პიროვნება, ესეთი ნამდვილად არის. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მარტივი პიროვნება იქნება ეს ადამიანი. საკმაოდ ისეთი
ვიტყოდი იმას, რომ კარმული შეხვედრაა და კარმული რას ნიშნავს, იცით? აი ზოგადად რაღაცას ამ სიტუაციაში, აი თითქოს იცით როგორი ენერგიები მომდის, რომ აი თქვენ შეიძლება მანიფესტაციასაც აკეთებდით აი ამაზე, რომ როგორი მამაკაცი მინდა, ასეთი მინდა, ისეთი მინდა, რაღაცას წერდით, თქვენი სტანდარტები გქონდათ, ხო? და გვხვდებოდათ ამ დროს ძალიან დაბალი ვიბრაციების მქონე ადამიანები, რომლებიც ვერ ჩერდებოდით მასთან და ბოლო შემთხვევაც იყო ასეთი, ადექით და წამოხვედით, რადგან მიხვდით, რომ ეს ის არ იყო და აი ეს ბოლო ნაბიჯი გამოიწვევს ამ ადამიანის გამოჩენას თქვენს ცხოვრებაში. აი ამ ერთი თვის განმავლობაში მოხდება აი ეს სასიამოვნო სიახლე. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგ ვიბრაციებში იმყოფებით თვითონ თქვენ, რადგან უკვე აღარ აძლევთ არავის იმის უფლებას, აი ასეთ არასტაბილურ პარტნიორებს აღარ აძლევთ თქვენთან გაჩერების უფლებას. ან თქვენ მიდიხართ, ან მას უშვებთ, ყოველ შემთხვევაში აღარ აგრძელებთ ასეთ ურთიერთობებს და ძალიან მიხარია. მოდი გავიგოთ კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში აი ამ ერთი თვის განმავლობაში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ამ ერთი თვის განმავლობაში. აქ იცით როგორი მომენტია, მეგობრებო, შეიძლება ახლა უკვე არის თქვენს სივრცეში ასეთი პიროვნება, არსებობს ვიღაცა ადამიანი, მოკლედ, რომელიც აი ვერ ვიტყვი, რომ ბევრს გასცემს თქვენს მიმართ, რაღაცა მიზერული, მცირეოდენი ყურადღებით გამოირჩევა, ან უბრალოდ ნაცნობია. რაიმე სახის ისეთი ურთიერთობა არ გაკავშირებთ ამჟამად, მაგრამ ეს ერთი ვარიანტი. ასევე შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ უბრალოდ ურთიერთობაში ხართ, მაგრამ გაჩერებულია, დაპაუზებულია ეს ურთიერთობა, სადაც არაფერი არ ხდება, მიღება-გაცემის ბალანსი, აი ზუსტად ეს ფონი გაქვთ ასეთი, დარღვეული გაქვთ ეს მიღება-გაცემის ბალანსი, შეიძლება თქვენ უფრო მეც გასცემთ და ეს ადამიანი რეალურად არაფერს არ აკეთებს, ამჟამად აი გაჩერებულია რა ძალიან. თქვენ მისთვის საკმაოდ დიდი ბედნიერების მომტანიც ხართ და ძალიანაც კარგად გრძნობს თქვენთან თავს. რეალურად საკმაოდ სტაბილური პიროვნება არის და შემდგარი და რა ვიცი, ჩამოყალიბებულიც, მაგრამ ამჟამად აქვს ისეთი პერიოდი, რომ არის გაჩერებული, არ ვიცი ვისთან, რატომ, მიზეზს ყველა სხვადასხვა ექნება მიზეზი, მაგრამ სიახლე შემოდის ზუსტად ის, მეგობრებო, რომ ეს ადამიანი აი ამ ერთი თვის განმავლობაში დაიძრება, რაღაცებს გეგმავს, მეგობრებო, და ძალიან ისეთი ენერგიული, სწრაფი ენერგიებით გადმოდგამს ნაბიჯებს თქვენსკენ. და აი ამ გაჩერებულ სიტუაციას, ზოგადადაც ისედაც აი როგორი ტიპაჟია, იცით, ურთიერთობაში ეს თქვენი ადამიანი რეზონირდება მათზე, ვისი ადამიანს ესეთი ტიპაჟია, მოკლედ და ასეთი სიტუაცია აქვს. ძალიან ნელია ურთიერთობებში. ნელი, მაგრამ სტაბილური. ხო ხვდებით, აი დიდხანს რომ წელავენ ურთიერთობას, რაღაცა ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც რომ დიდხანს ფიქრობენ და მერე გადაწყვეტავენ ოდესღაც, აი ეს ოდესღაც გადაწყვეტილება ამ ერთი თვის განმავლობაში დადგება, როგორც იქნა. ხო და რეალურად ეს პიროვნება გეგმავს რაღაცებს თქვენსკენ, როგორ გადმოდგას ნაბიჯები, რა გააკეთოს, ხო, რა ნაბიჯებით გამოვიდეს კონტაქტზე, ხო, და როგორ აღადგინოს ურთიერთობა, ან თუ გაქვთ რაღაცა ტიპის ურთიერთობა, შეიძლება ძალიან მიზერული კონტაქტი რა, აი ესეთი ამჟამად ესე გქონდეთ, ძალიან მიზერულად. და სასიხარულოა ის ზუსტად, რომ ეს ადამიანი ცოტა აჩქარდება,
სწრაფი ნაბიჯებით გადმოდგამს თქვენსკენ ნაბიჯებს. შეიძლება ეს პიროვნება, იცით როგორი ტიპაჟიც იყოს, აი ან ისეთი ცხოვრების სტილი გქონდეს, რაღაც შეიძლება ბიზნესმენიც იყოს, ან რაღაც ის მართველი პიროვნება, ხო, რაღაც თავისი ბიზნესი ქონდეს და მართავდეს რაღაცას, ან უფროსი იყოს რაღაცის, ძალიან ხშირად უწევს ხოლმე გადაადგილებები და შეიძლება აი ამ თავისი სამსახურიდან გამომდინარეც აქვს თქვენთან აი ესეთი გაყინული სიტუაცია, რომ არაფერს ან ვერაფერს მოქმედებს ამჟამად და სამაგიეროდ ექნება აი ამ ერთი თვის განმავლობაში ახალი დასაწყისი თქვენთან. ახალი დასაწყისი თან ისეთია, ესე სპონტანურად კი არა, აი ადამიანი უკვე წინასწარ აი ამ პერიოდში გეგმავს უკვე როგორ და რა უნდა გააკეთოს, როგორ მოიქცეს თქვენთან. ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში. სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ერთი თვის განმავლობაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. აქ უყურეთ, ფონი არის სულელის არკანი, განულება რაღაცის იმ სიტუაციის როდესაც ურთიერთობებში გქონდათ ძალიან ისეთი მენტალური პრობლემები შეგექმნათ შეიძლება უკვე ამდენი ფიქრისგან, რაღაცა გაურკვევლობისგან, ან ზუსტად აიწევან რაც ვახსენე მიიღება გაცემის ბალანსის დარღვევისგან და აქ ისეთი მომენტია მეგობრებო, რომ ესე ვიტყოდი. შეიძლება ძალიანაც გეშინიათ რაღაცა ნაბიჯების გადადგმის ამჟამად, მაგრამ აი ამ ერთი თვის განმავლობაში თქვენ გადადგავთ საკუთარი თავისკენ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ დათმობის შიში, შეიძლება მიჯაჭვულობაც გაქვთ ამ ადამიანთან და არ იცით რა გააკეთოთ. ყოველ შემთხვევაში ურთიერთობაში, სადაც თქვენ არიყავით ბედნიერი, საკუთარ თავზე აკეთებთ აქცენტს და ასრულებთ იმ ყველაფერს, რაც თქვენთვის აღარ არის მისაღები, მეგობრებო და გადადიხართ, უყურეთ, ისეთ ძალიან სავსე და ცოტა ეგოისტურ მდგომარეობაში, ჯანსაღ ეგოისტურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ უყურეთ, აქ არის ისეთი სიტუაცია, სადაც თქვენ საკმაოდ თქვენზე ძალიან იმოქმედეს, თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე იმოქმედეს, არ ვიცი, რითი რა გააკეთეს, ზუსტად აქ რასაც მაჩვენებს ტარო, ზუსტად ის მომენტი იყო, მეგობრებო, როდესაც აი, როგორ გითხრათ, ბევრს გასცემ შენ და მისგან მიზერულსაც ვერ იღებ, ხო? აი, ძალიან ისეთი არასასიამოვნო და არაჯანსაღი მიდგომა, ხო, ურთიერთობებში და ნებისმიერი სახის ურთიერთობაში არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ურთიერთობაა და ზუსტად აი ამ მდგომარეობიდან გამოიქცევით და ასრულებთ საბოლოოდ ყველაფერს, იმიტომ რომ ხვდებით, რომ აი ამ ყველაფერს რომ დაასრულებთ, მეგობრებო, იქ რაღაცა შეხედეთ ათიანის ხმლები როგორია საბოლოოდ, ხო, აი ეს ნათელი შუქი დაგეცემათ და თქვენ უფრო ბედნიერი იქნებით, ვიდრე ახლა ხართ და ახლა საერთოდ ვერც გრძნობთ ბედნიერებას, ხო და მიუხედავად ამისა, რომ იცით რაც მოგელით აი ამ სიტუაციის დასრულების შედეგად, საკმაოდ გიჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან იცით როგორი მომენტია ეს, როდესაც ადამიანისგან ვერ იღებ იმას ასეთში ნაძლევ, ცოტას მაინც სულ ელოდები რაღაცნაირად, რომ აი ახლა
შეძლებს ამ ყველაფერს ახლა შეძლებს, მაგრამ ესეთი პიროვნება ვერასოს ვერ შეძლებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ან თქვენ გასცემთ, მაგრამ იმას არ შეუძლია, ან არ უნდა თქვენთან იმ რესურსების გაცემა, რასაც თქვენ ითხოვთ, ან რაც თქვენ გჭირდებათ, ხო? და აი ამ ლოდინის გამო, რომ გუნებაში მაინც ადამიანს აქვს ის მომენტი, რომ აი იქნება დღეს უკეთესად იყოს ხვალ და ასე შემდეგ, ცოტა გიჭირთ ნაბიჯების გადადგმა, რადგან თქვენთვის ალბათ რაღაც დოზით თავიდან იყო ღირებული ეს ურთიერთობა, მაგრამ ახლა ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ცოტა კი არა და საკმაოდ ტოქსიკურია, დროს გაკარგვინებთ და უბრალოდ აი სერიოზულ მენტალურ პრობლემებს გიქმნით. ამიტომ ამ ერთი თვის განმავლობაში თქვენს პირად ცხოვრებაში აირჩევთ საკუთარ თავს, მეგობრებო, იქნებით ეგოისტები, ჯანსაღად ოღონდ, რადგან ამ მდგომარეობაში თქვენ აღარ მისცემთ საკუთარ თავს, რომ ასეთ არაჯანსაღ სიტუაციაში გაჩერდეთ და ზუსტად რასაც ფიქრობდით, რომ ამის დასრულების შემდეგ იქნება ჩემი ბედნიერება, ზუსტად აი ამ შინაგან ბედნიერებას, სისავსის შეგრძნებას მოგიტანთ თქვენი ეს ნაბიჯი აი ამ ერთი თვის განმავლობაში. წარმატებებს გისურვებთ ყველას პირად ცხოვრებაში, მეგობრებო. ახლა გავიგოთ, რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარეს თქვენს კარიერაში ამ ერთი თვის განმავლობაში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის ერთი თვის განმავლობაში თქვენს კარიერაში, ან იმ საქმეში, რასაც აკეთებთ. იცით რა არის, ამჟამად კარიერის მხრივ ვიტყოდი იმას, რომ უყურეთ როგორი ხმლების მეფე გვყავს ძალიან თქვენს პროფესიაში ან იმ საქმეში, რასაც აკეთებთ, საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ, მეგობრებო, დიდი წლების გამოცდილება, საკმაოდ ბევრი რამ იცით და უფრო დაბრძენებული ხართ ამ საქმეში და ამჟამად ესეთი ფონი გაქვთ ისეთი, რომ ძალიან ბევრს ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენს კარიერასთან დაკავშირებით, არ ვიცი რატო ეხლავე უფრო ჩავუღრმავდები, მხოლოდ ფონის არკანით ვსაუბრობ ამჟამად, ძალიან ესეთი ბევრს აანალიზებთ, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ისეთი საფიქრებელი გაგიჩნდათ, რაზეც ძალიან დიდი დაკვირვება და დაფიქრება გჭირდებათ. რა შემოდის სიახლე თქვენს კარიერაში ამ ერთი თვის განმავლობაში? თუ ყველაფერი წლების განმავლობაში მიდიოდა ისე რუტინულად, რომ არაფერი არ იცვლებოდა, მეგობრებო, და ეს თქვენს შემოსავლებზე აისახებოდა და აი ძალიან იმ საქმესთან დაკავშირებით უბრალოდ იმ საქმესთან მიმართებაში, აი რასაც აკეთებდით თქვენ, ხო? უფრო მეც აკეთებდით, ვიდრე შემოსავალი გქონდათ. ძალიან არასახარბიელო შემოსავალი იყო. არ იყავით კმაყოფილი და აი ეს სიტუაცია, ეს ფონი სრულდება ზუსტად. ალბათ ამიტომაც გაქვთ ამდენი ფიქრი თქვენ ამჟამად. ეს სრულდება ზუსტად თქვენს კარიერაში. რაღაც ერთი ციკლივით თქვენს ამ ცხოვრებისეულ სფეროში და იწყება ახალი, აბსოლუტურად ახალი ეტაპი. არ ვიცი, ვიღაცები შეიძლება საერთოდ გადადიხართ ახალ სამსახურში, რაღაც აქ ისიც ძალიან ენერგიული არკანებიც ამომდის და შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ აი გადაადგილდებით სხვაგან, ან სხვა სამსახურში გადადიხართ, ან სხვა საქმეს იწყებთ რაღაცა ახალს სრულიად თავიდან, ძალიან შემართებით, ენერგიულად და აი ეს სასიამოვნო სიახლე შემოდის და ზუსტად ამის გამო გაქვთ ამჟამად აი ეს ძალიან დიდი ფიქრი, რომ ანუ რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება დაფიქრება, გაანალიზება და აი ამ ხელა ამდენ წლიანი ერთ ადგილზე
რაღაცა ტკეპნის შედეგად ადამიანს ცოტა უჭირს, რა თქმა უნდა, ესე უცებ ცვლილებები და აი ამის გამო თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას ნამდვილად მიიღებთ, დაასრულებთ თქვენს აი ამ ერთ ციკლს ცხოვრებაში და გადადიხართ სრულიად ახალ საქმეში. ან ახალი საქმე, ან ახალ სამსახურში, ხო? ან შეიძლება საერთოდ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადადიხართ სამუშაოდ. ან იქ იწყებთ რაიმე ახალ საქმეს. ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი ახალი იწყება ძალიან ენერგიულად და წარმატებულად. მოდი გავაგრძელოთ კიდევ რას მოგიტანთ აი ეს 1-2 არკანით. აი ეს ახალი დასაწყისი რას მოგიტანთ მეგობრებო? აი ზუსტად ეს მაინტერესებდა. ძალიან იცით როგორ სიტუაციაში ხართ, უმეტესად გადართული ხართ ამ თქვენს საქმეზე, თქვენს კარიერაზე, აი ამ ახალ დასაწყისზე და ეს მოგიტანთ ძალიან დიდ წარმატებას კარიერაში, ფინანსურ წარმატებას, რაც მთავარია, ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი, ეს ფინანსები ძალიან სწრაფად შემოვა თქვენს რეალობაში, მაგრამ ეს სამსახური ან ის საქმე, რასაც ახლა იწყებთ, მოასწავებს ძალიან დიდ სტაბილურ ფინანსებს. და ეს იცოდეთ, რომ აი უყურეთ, რასაც ახლა ამჟამად აკეთებთ და რისი დათმობაც ცოტა გიჭირდა, იმიტომ გიჭირთ, რომ მიჩვეულები ხართ, არ გაძლებთ იმდენ შემოსავალს, რაც საჭიროა და ის რასაც თავიდან ახალს დაიწყებთ, მოგცემთ ძალიან დიდ და სტაბილურ შემოსავალს, თუმცა ცოტა დროში გაწელილს, მაგრამ იმდენი წლები იყავით რაღაცა ცოტა მიზერულ შემოსავლებზე, რომ აი ეს დროში გაწელვა ვერ ვიტყვი, რომ წლების განმავლობაში, მაგრამ რამოდენიმე თვეში უკვე ისეთ ეტაპზე იქნებით, რომ ძალიან სტაბილური ბევრად დიდი შემოსავლები გექნებათ და თქვენ იქნებით საკმაოდ წარმატებული და ესეთი სტაბილური თქვენს ახალ საქმეში. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის 1 თვის განმავლობაში თქვენს კარიერაში. იკითხოთ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში 1 თვის განმავლობაში. ძალიან საინტერესოა მეგობრებო. აქ რა ხდება, იცით? რაღაცა, რაც ძალიან დიდხანს გაგეწევათ დროში, შეიძლება ისეთ სიტუაციაში ხართ ახლა მოლაპარაკებების ან გასაუბრებებზე დადიხართ და აი ასე შემდეგ რაღაც ან ეძებთ სამსახურს, ხო? ისეთ სიტუაციაში ხართ და ძალიან დროში გაგეწელათ ან გაქვთ რაღაცა სტაბილური სამსახური, მაგრამ ელოდებით დაწინაურებას და აღარ დადგა ეს მომენტი, მეგობრებო, აი აქ ამ 1 თვის განმავლობაში სრულდება აი ეს დროში გაწელვა, ლოდინი და თქვენს ცხოვრებაში, იცით როგორი, აი როგორი მომენტი მაგაზე, მარტო კი არა, აი სხვებთან ერთად რაღაცა გუნდური სამუშაო გაქვთ, შეიძლება რაღაცა გეგმებს დასახავთ და აი ეს ყველაფერი, ეს გუნდურობა, ეს ახალი გეგმები, პროექტები და რაღაცები მოგიტანთ თქვენ ძალიან ისეთ მაღალ ეტაპზე გადასვლას, დაწინაურებას, აი რაღაცის მართვას.
ეს თუ სამსახურია რაღაც ესეთ საჯარო, უფრო ან მენეჯერად გადაგიყვანენ, ან რაღაცის უფროსად, ხო? მაგრამ ეს თუ თქვენი ესეთი ბიზნესია, თქვენი პირადი საქმეა, ხო, რაღაცა ისეთი, რასაც თქვენ აწარმოებთ, იცოდეთ, რომ თქვენ ძალიან კარგად თქვენი გუნდის დახმარებით, იქაც მარტო არ ხართ, რაღაცა ახალს დასახავთ, ახალ პროექტებს და ძალიან ისე წარმატებით განხორციელდება აი ეს ყველაფერი, მეგობრებო. თუმცა ამჟამად ფიქრობთ შეიძლება რომ ძალიან დროში გაგეწელათ ეს სიტუაცია, არაფერი არ ვითარდება, რაღაცა სულ მოლაპარაკებები, სულ რაღაცის დაბალანსება და ცოტა გაყინული სიტუაციაა თითქოს, მაგრამ აი ამ ერთი თვის განმავლობაში თქვენი გუნდის, თქვენი გარშემომყოფების ან ვისთან ერთადაც მუშაობთ, მათი დახმარებით ძალიან დიდ წარმატებაზე გახვალთ. აი თქვენ პიროვნულად ან დაგაწინაურებენ, ან ხო რაღაც უფრო მოგიმატებენ მაღალ ეტაპზე გადახვალთ, აი არ ვიცი, რაღაც დაწინაურება იქნება აუცილებლად, ან იქნება ის, რომ თქვენი საქმე, რასაც თქვენ თვითონ მართავთ, ძალიან წარმატებით დაიწყება და გაგრძელდება თქვენი და თქვენი გუნდის დახმარებით. კარგი. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში ერთი თვის განმავლობაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში ერთი თვის განმავლობაში. აქაც ფონი იგივე რომ ამოვიდა, ცოტა გამეცია. აი უზომოდ დიდი ცვლილებები ხორციელდება, მეგობრებო, არ ვიცი რა ხდება, ამისთან რა გააკეთეთ. აი შეიძლება იცით რა მომენტი გაქვთ ცხოვრებაში, აი კარიერის მხრივ, შეიძლება ძალიან ბევრი შანსი გაუშვით, ან როგორ დავიწყო ხა საუბარი იმხელა, ისეთი დიდი ცვლილებები მოდის თქვენს ცხოვრებაში, კარიერის მხრივ ერთი თვის განმავლობაში. აქ არის ის მომენტი, რასაც ძალიან დიდხანს ოცნებობდით, რისი იმედიც გქონდათ მუდმივად, რომ აი მაინც მივაღწევ იმ რაღაცას, ხო? აი ეს სიტუაცია მოდის ზუსტად თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება გქონდეთ ის მომენტი, მეგობრებო, რომ ძალიან დიდხანს გაიყინეთ, არაფერი არ იცვლებოდა თქვენი კარიერის მხრივ, ვერ ვითარდებოდით, წინ ვერ მიდიოდით, ხო? და აი ახლა იმიტომ მაჩვენებს ტარო აი ამ დიდ უდიდეს ცვლილებას, რომ თქვენ რასაც ელოდებოდით, შეიძლება ეს ყველაფერი ესე ფიქრებში გქონდათ, მხოლოდ რომ მე აი ამას მივაღწევ, იმას მივაღწევ, მაგრამ აი ამჟამად თქვენ უკვე მოქმედებაზე გადახვედით, ან აი ამ ერთი თვის განმავლობაში გადახვალთ და აი იმას, რაც სულ ფიქრებში გქონდათ, რომ აი ეს უნდა გავაკეთო, ამას უნდა მივაღწიო, ზუსტად აი იმ გეგმებს დაადგებით, აი იმ მატების გზას დაადგებით და ეს თქვენი ილუზია კი არ არის, მეგობრებო, ეს უბრალოდ თქვენი განუხორციელებელი ფიქრები იყო, მაგრამ აი ახლა უკვე მოქმედებებში გადაიტანეთ ის, რასაც თქვენ ფიქრობდით და ოცნებობდით მუდმივად. ამჟამად თქვენს აი წეგან რომ ვთქვი, რომ რაღაც ისეთ მოლაპარაკებების იმაზე ხართ, ან თქვენ შემთხვევაში შეიძლება დადიხართ გასაუბრებებზე, რაღაცა სივები შეგაქვთ და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ შეიძლება როგორც წეგანა გქონდეთ, დიდხანს იყავით გაჩერებული, ბევრი შანსი გქონდათ კარიერაში და არ გამოიყენეთ, არ ვიცი რატომ იყავით ესე გაჩერებული, მაგრამ აი ახლა ისეთი სტარტი გაქვთ, რომ აუცილებლად იმას მიაღწევთ, რაზეც ოცნებობდით მუდმივად. ვიღაცებს შეიძლება გაქვთ ის ჰობი, ან ის საქმე, რაც ძალიან გიყვართ, აი რისიკეთებაც გიყვართ, აი ზუსტად აი ამისკენ მიდიხართ, მეგობრებო, და ეს მოგიტანთ დიდ ცვლილებებთან ერთად დიდ წარმატებასაც. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, მე მშვიდ ღამეს გისურვებთ.
პირადი სესიებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 591 16 33 35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. დროებით